Თქვენს კითხვაზე საპასუხოდ ადვოკატები აცხადებენ, რომ არ შეიძლება თარჯიმანი ნეიტრალურ პირად ჩაითვალოს და სასამართლომ არ უნდა მიიღოს მისი ჩვენება, როგორც გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე, ისევე არ უნდა გამოეკითხათ ეს ადამიანი ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს იყო ყოველ შემთხვევაში დაცვის პოზიცია. გარდა ამისა, მათ პოზიციას ამყარებს ისიც, რომ თარჯიმანის ხდომათა დარბაზში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მიაცილეს და გააცილეს ხდომათა დარბაზიდან. ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ეს თარჯიმანი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან თანამშრომლობს, შესაბამისად ობიექტური ჩვენების მიცემა მას ჩეჩინის საქმესთან დაკავშირებით არ შეეძლო სასამართლოსთვის. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია ჩეჩინის საქმესთან დაკავშირებით. ეს სავარაუდოდ დღეს უნდა გახდეს ცნობილი. ხდომა გაიხსნება 12 საათზე. ჩეჩინი იტყვის საბოლოო სიტყვას და ამის შემდეგ უკვე მოსამართლემ უნდა გამოაცხადოს, რამდენი წლით უშვებს ციხეში ჩეჩინს, თუ დარბაზიდანვე ათავისუფლებს, ან როგორი იქნება მოსამართლის პოზიცია კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით. ნარკოდანაშაულის ბრალდებით არის ჩეჩინი დაკავებული. რას იტყვის ის დღეს სასამართლოში, რას ეტყვის გულშემატკივრებს, მხარდამჭერებს, ეს ჯერჯერობით ჩვენთვის ცნობილი არ არის, თუმცა გასულ პროცესებზე ჩეჩინი, როდესაც სარგებლობდა სიტყვით, სუფლებით, ის ამბობდა, რომ ის ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება ახლა, ძალიან გავდა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს. რა იქნება მისი სათქმელი, ჩვენ ბუნებრივია ამის შესახებ მაყურებელს შემდეგ ამოშვებაშიც მოვუყვებით. მანამდე მოგასმენებთ ადვოკატის პოზიციას, რომელიც ფიქრობს, რომ დღეს ჩეჩინი დარბაზიდან უნდა გათავისუფლდეს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე სავარაუდოდ დიდი ალბათობით გამოცხადება განაჩენი ატო ჩეჩინის სისხლის სამართლის საქმეზე. რთულია წინასწარ აიმის სახის მოლოდინებზე საუბარი, იმედი გვაქვს, ყოველთვის გქონდა და გვექნება, თუმცა ამ სასამართლოს პირობებში რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, წინასწარ ამის განსაზღვრა რთულია. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ბრძოლა გაგრძელდება გამომართლებელი განაჩენისთვის, რა შედეგითაც არ უნდა დადგეს მათ ქონათ 50 დღე იმისთვის, რომ მოიპოვებინათ ვიდეო ჩანაწერი, მოეძიებინათ ნეიტრალური პირი, თვითმხილველი პირი, მით უმეტეს საუბარი არის დასახლებულ ტერიტორიაზე, უამრავი ესე ვთქვათ მარკეტი მაღაზია არის გახსნილი ირგული, ასევე არის დამონტაჟებული ვიდეო სამეთვალყურეო კამერები. პროკურატურას ქონა 50 დღე იმისთვის, რომ წარმოედგინა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მათ არ გააკეთეს. უფრო ვერ გააკეთეს, იმიტომ რომ რეალურად არ არსებობს ის ვიდეო ჩანაწერი, არ არსებობს ნეიტრალური პირი, რომელიც დაამტკიცებდა, რომელიც დაადასტურებდა ატო ჩეჩინის შემხებლობას ნარკოტიკულ ნივთიერებას. ანტონ ჩეჩინს გამოძიება ნარკოდანაშაულის ბრალდებით ასამართლებს, მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. იმ შემთხვევაში თუ ციხეში გაუშვებს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია ჩეჩინს, ადვოკატმა დაანონსა, რომ საქმეს აუცილებლად წაიღებს ჯერ სააპელაციო სასამართლოში, საქართველოში ყველა დონეს ამოწურავენ გასაჩივრების და შემდეგ აუცილებლად მიმართავენ ევროსასამართლოს. საქალაქო სასამართლო დღესაც იქნება ყურადღების ეპიცენტრი. დღესაც რამდენიმე პროცესი ერთმანეთის პარალელურად არის ჩანიშნული. 12 საათზე ზვიად რატიანის სასამართლოს ხდომა უნდა დაიწყოს. არსებითად განხილვა იწყება სწორედ რატიანის საქმის, რატიანს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ადვოკატი აცხადებს, რომ ეს ბრალდება არის დაუსაბუთებელი. დღეს ისარგებლებს თუ არა პოეტი ზვიად რატიანი სიტყვის უფლებით სასამართლო დარბაზში, ეს ჩვენ არ ვიცით, თუმცა ცნობილი არის ის, რომ მხარეები, პროკურატურა და ადვოკატები დღეს შესავალი სიტყვით მიმართავენ სასამართლოს. დღეს მხარეები შესავალ სიტყვას წარმოადგენთ. შესავალ სიტყვაში ბუნებრივია ყურადღებას გავამახვილებთ წარდგენილი ბრალის არარელევანტურობაზე და ვისაუბრებთ იმ გარემოებებზე, რაც მიუთითებს, რომ ზვიად რატიანს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით გათვალისწინებული ქმედება არ ჩაუდენია და შეუძლებელია პოლიციაზე. პოლიციისთვის სილის გაწვნა, პოლიციაზე თავდასხმად შეფასდეს აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს უკვე დადგენილი სასამართლო პრაქტიკა ეროვნული სასამართლოების მიერ და ეს სასამართლო პრაქტიკა ცალსახად ადგენს, რომ ერთჯერადი აღზრდობრივი ქმედება არ გულისხმობს თავდასხმას. რელევანტური კვალიფიკაცია ამ ქმედების არ არის ის, რასაც თქვა პროკურატურა ედავება ზვიად რატიანს. ქმედებას და არ უარყოფს ბუნებრივია, მაგრამ ეს არ არის
ექსპედიციაზე თავდასხმა. მაისის აქციებზე ისევ შეითრია გდდ და ისევ გაუსწორდა სასტიკად და იმის მაგივრად რომ დაზარალებულად ეცნოთ პირიქით ციხეში ჩასვეს თუ არ ვცდები 12 დღით და ახლა ისევ ზვიადი ციხეშია აი რა უნდა ვთქვა როგორ შეიძლება რომ ამ ასეთი ადამიანი არ იყოს დაფასებული ჩვენ ქვეყანაში და მის მიმართ ასეთი სისასტიკე ვრცელდებოდეს. ზვიად მიყვარხარ, გავიმარჯვებთ სახელობა. სასამართლოდ გამოცხადებულ საქალაქო სასამართლოში დღეს სინდისის 8 პატიმრის ბოლო პროცესი უნდა გაიმართოს. დღეს დასკვნით სიტყვას ზვიად ცეცხლაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატები იტყვიან. ამის შემდეგ კი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დაანონსა გასულ პროცესზე, რომ ყველა ბრალდებულს მისცემენ სიტყვის თქმის უფლებას, საბოლოო სიტყვის თქმის შესაძლებლობას, რამდენი ხანიც გაგრძელდება პროცესი, იმდენ ხანს გაგრძელდება. შესაძლოა რომ არასამუშაო დროსაც კი გაცდეს, რადგან დღეს უნდა იყოს სწორედ ბოლო პროცესი 1 სექტემბერს ხდომა ჩანიშნულია, თუმცა ამ დღეს გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს თამარ მჭედლიშვილმა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 5 პირის საქმეზე და ასევე ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას 3 პირს ედავებიან ამ სისხლის სამართლის საქმეზე და მათაც ვერდიქტი უნდა მიიღონ სასამართლოსგან, უნდა გაიგონ რამდენი წლით უშვებს სასამართლო მათ ციხეში. საინტერესოა დღევანდელი სასამართლო პროცესი, რადგან რა აქვთ რეჟიმის გაუტეხელტყვებს სათქმელი საზოგადოებისთვის და ასევე იმ რეჟიმისთვის, ვინც ბევრი წლით დაპატიმრებას უპირებს, ეს სწორედ დღეს უნდა გახდეს ცნობილი.